ჩაიწერება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისის რეზოლუციაში. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მიერ ძირითად რეზოლუციაში ინიცირებული 5 შესწორებიდან 4 გაითვალისწინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეუთო რუსეთს 2008 წელს ნაკის რვალდებულებებს ახსენებს. ქართული მხარის შესწორებებთან ერთად დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისა და ყირიმის საკითხიც იყო. სალომე ქოქიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. სალომე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ქართული მხარის მიერ ინიცირებული შესწორებები? დიახ, სულ ცოტა ხნის წინ გაერკვა ის, რომ პოლიტიკისა და უსაფრთხოების ძირითადმა კომიტეტმა ის ძირითადი შენიშვნები, რომლებიც ჰქონდა ქართულ დელეგაციას, თქმის უცვლელად გაითვალისწინა. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შესწორებები შევიდა ძირითადი რეზოლუციის პროექტის ტექსტში და იგი სწორედ აი ამ ფორმით გავაუკვე საბოლოო კენჭისყრაზე, რაც შეეხება ამ შესწორებებს. ამ შესწორებებში საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც 2008 წელს აიღო, ასევე ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული ტვირთებისა და სერვისების მიწოდებას. გარდა ამისა, ამავე შესწორებებში საუბარი არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ეუთოს როლის კიდევ უფრო მეტ განმტკიცებაზე. თუმცა ბუნებრივი არის ის და მოსალოდნელიც იყო ალბათ ის, რომ ამ შესწორებებზე საუბარს დისკუსიის გარეშე დარბაზში არ ჩაუვლია რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წარმომადგენლებს კი თითქმის არც ერთი ამ შენიშვნისთვის არ დაუჭერიათ მხარი. თუმცა მიუხედავად ამისა, თავად კომიტეტმა თითქმის ხმათა უმრავლესობით ეს შენიშვნები და შესწორებები თითქმის უცვლელი ფორმით მიიღო და ისინი სწორედ ასეთი ფორმით ასახა საბოლოო და ძირითადი რეზოლუციის საბოლოო პროექტში. თუმცა დღეს მთელი დღის განმავლობაში განხილვის ძირითადი და მთავარი თემა იყო ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ყირიმის ანექსია. ამ თემაზეც იყო საკმაოდ ცხარე დებატები დარბაზში და კომიტეტის სხდომაზე, ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. ჩვენ ამ დებატების შუალედში გვქონდა ასევე საშუალება, რომ ორივე დელეგაციის წარმომადგენლებს გავსაუბრებოდით, რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის პოზიციას. ისინი ვერ ხედავენ იმას, რომ ყირიმი არის და არ ცნობენ და არ ამბობენ იმას, რომ ყირიმი არის ანექსირებული. ისინი მიიჩნევენ, რომ ყირიმი რუსეთს დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით შეუერთდა. დიახ, ყირიმის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები, მაგრამ ეს იმ შეთანხმების ფარგლებში იყო, რომელიც უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ იყო ხელმოწერილი. რეფერენდუმზე ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილება. დღეს აქ ამბობენ, რომ რეფერენდუმი ავტომატის ლულის ქვეშ ჩავატარეთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ავტომატი უნდა დაგჭირვებოდა, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის გვეიძულებინა რამის გაკეთება. აქ ჩვენ ვხედავთ შესწორებებს, რომელიც ცდილობს ყირიმის მოსახლეობის არჩევანის იგნორირებას. ბუნებრივია, ჩვენ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ, რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს ადამიანების მკვლელობას. რუსეთი ითხოვს, რომ ხალხებმა მოილაპარაკონ. საქართველოს ხელისუფლება ამ თემებზე აფხაზეთისა და ოსეთის მთავრობებს უნდა ესაუბროს. რაც შეეხება საზღვრებს, ისინი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანებს აღარ სურთ ერთად ცხოვრება. რაც შეეხება 2008 წლის შეთანხმებას, ის მთლიანად შევასრულეთ. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთ ქვეყანაში მშვიდობიანად ვცხოვრობდით, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა ყველგან გაუარესდა. მოიგეს მხოლოდ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა. ვინ აღიარებს ოკუპაციას, მე არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არ აღიარებენ ომს. ოკუპაცია საერთაშორისო სამართალში ტექნიკური ტერმინია. 2014 წელს რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად დაესხა თავს უკრაინას. მოახდინა ყირიმის ანექსია, მიითვისა დონეცკ-ლუგანსკის მხარის ნაწილი. სამწუხაროდ პუტინისა და მისი გარემოცვის მოქმედებები ჰიტლერის მოქმედებების ანალოგიურია. ჩვენთან ომი ისევ გრძელდება. მუდმივად იღუპებიან ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ უკრაინის დელეგაცია ითხოვს სამომავლოდ სანქციების გაგრძელებას, როგორც ეკონომიკური, ისე ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის გაგრძელებას. დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული, ბუნებრივია, ის აუცილებლად ასახავს ცივილიზებული სახელმწიფოების ინტერესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოების საზღვრები ხელშეუხებელი უნდა იყოს. მათ შორის საქართველოს საზღვრებიც უნდა იყოს ისეთივე, როგორც იყო 1991 წელს. ჩვენ ვიცავთ ამ პრინციპებს და ქვეყნების უმრავლესობა მხარს გვიჭერს. რუსეთი უმცირესობაში რჩება. პირად ღია, შეიძლება რაღაც იუმორის გარკვეული დოზა ვიხმაროთ, ეთყობა მათ კარგად იქეიფეს გუშინ, მშვენიერი საღამო იყო და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ. ეს არგუმენტები არაერთხელ მოგისმენიათ რუსეთის დელეგაცია ექნებოდა კონკრეტული პიროვნებების მხრიდან. ჩვენ მთავარია, რომ ჩვენი არგუმენტები არის მყარი, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ხისტი.
როგორც გითხარით, ეს შენიშვნები უკვე ასახული არის საბოლოო და ძირითადი რეზოლუციის პროექტში და ისინი სწორედ ასეთი სახით გავა საბოლოოდ კენჭისყრაზე. დღეს ეუთო საპარლამენტო დელეგაციის საპარლამენტო ასამბლეის სტუმრები დელეგატები საუბრობენ იმაზე, რომ ზაფხულის სესია როგორც წესი ტრადიციულად დატვირთული არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით და ასე მოხდა სწორედ თბილისშიც, ამიტომ ისინი გამოთქვამენ, რომ საბოლოო დელეგაცია იქნება საკმაოდ მწვავე და ის უპასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ეუთოს რეგიონში და ზონაში არსებობს. ზაფხულის სესიებზე როგორც წესი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც ეუთოს რეგიონს ეხება. ფართო დღის წესრიგი გვაქვს ისეთი პოლიტიკური საკითხებისა, როგორიც არის მაგალითად გაჭიანურებული კონფლიქტები, ასევე ეუთოს უკეთესი ფუნქციონირება მისი პრინციპების დაცვით, პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრა და მშვიდობიანი გამოსავლის ძიება. ახლა განვიხილავთ რეზოლუციას და არსებულ შესატან შენიშვნებს. ფიქრობ, საბოლოო დოკუმენტი ძალიან კარგი გამოგვივა. ხვალ უკვე ასამბლეაზე ელოდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც უკვე ასამბლეის დელეგატებს წარუდგენს იმ დამატებით დადგენილების ტექსტს, რომლის მიერ სურს ქართულ მხარეს ძირითად რეზოლუციასთან. ეს დამატებითი ტექსტი შემოიცავს 17 პუნქტს და იგი უფრო დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ როგორი არის ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამავე ტექსტში საუბარი არის როგორც იქ და ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესზე. მადლობა სალომე.